დავით აღმაშენებელი განსაკუთრებული ფენომენია. მესიის მახვილი. ეს არ არის შემთხვევითი ფენომენი, ეს ძალიან სერიოზული ფენომენია. და დავით აღმაშენებელი ჩვენ არ დაგვავიწყეს, რომ ჭყონდიდელის ყავდა მასალებელი. ჭყონდიდელი დღემდე მგონი წმინდანად არ არის შერაცხული. და მე მიკვირს რატომ. ჭყონდიდელს ისე ყოფა საქართველოს ისტორიაში, რომ დავით აღმაშენებელი აღზარდა. ეს ამაზე დიდ ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებდა ამ სამყაროში. იმიტომ რომ დავით აღმაშენებელი არა მარტო როგორც მეომარი, არა მარტო როგორც მეფე. იმიტომ რომ ყველაფრის გათვლა, რაც გააკეთა დავით აღმაშენებელმა, ძალიან ღრმა ხედვასა და ცოდნას მოითხოვდა. ძალიან ღრმა ხედვას. მე შემთხვევით არ დააკმოდნენ მესიის მახვილს. როგორც ვიცი, არსებობს კიდეც რაღაც გარკვეული დოკუმენტები, რომელსაც ატომგაც არ აქვს. შეიძლება აქაც აღარც არის აქ რუსეთშია წაღებული, შეიძლება აქაც არის, მაგრამ მე ვიცი, რომ ესეთი დოკუმენტები არსებობდა, იმიტომ რომ ჯერ კიდე ახალგაზრდობაში მაქვს გაგებული ამის შესახებ, რომ მას ჰქონდა პრესვისტერის სტატუსი დამბლიერთა. ანუ ევროპული ჰერმესიზმის ფუნდამენტებში იდგა აღმაშენებელი. და თუნდაც ის რა დღის, როცა სუფიები ამბობენ, რომ ჩრდილოეთის ქრისტიანმა მეფემ გვასწავლაო ყველაფერიო რა, იმისგან ავიღეთო ყველაფერიო. ვინ იყო ჩრდილოეთის ქრისტიანი მეფე, რომელსაც მუსულმანებთან შეხება ჰქონდა და რომელსაც ღებულობდნენ მუსულმანები, იმიტომ სუფიზმი მუსულმანურ წიაღში დაიბადა. სუფიზმი, რომელსაც ამ ხელა გენიოსები ყავდა, იცი არ შეიძლება არ აღიარო, ხო? შეიძლება არ აღიარო ჯალალედინი რუმი, ომარ ხაიამი, აბუ საადი. ჩვენ ომარ ხაიამი ჯალალედინი მარტო ლექსებით ვიცით საუბედუროდ. არა, იმას აქვს უზარმაზარი ნაშრომები მათემატიკაში, ასტრონომიაში, ბევრ მიმართულებაში რა. და წარმოიდგინე ისინი თვლიან, რომ ჩრდილოეთის მეფე იყო მათი მასე. ვინ იყო მე-10 საუკუნეში? ხო მე-11-ში შეიქმნა ხო სუფიზმი. მე-12-ში ხელდასმა ჰქონდა უკვე იმას ომარ ხაიამს. შეიქმნა სუფიზმი. თბილისში აი ესეთი ვერსია არსებობს. სად შედიოდა რომელ მუსულმანურ ტაძარში, რომელ იმაში და სინაგოგაში ისა რა ქვია. მას იმხელა დონე ჰქონდა ცოდნის და განათლების და ეს ჩანს იმ ბიოგრაფიულ მონაცემებში და ბევრ რამეში. გახსოვს გრიგორიანების და იმის შეკრებაზე, ხო? რომ ის შედიოდა ალბათ იმ მუსულმან სადაც რომელმაც შიც ჩაეყარა საფუძველი იმ სუფიზმს. თუ არის ერთ-ერთი ვერსია, რომ თბილისში ჩაეყარა ამ საფუძველი, მაშინ იყო არაბული ქალაქი იყო თბილისი, ხო გახსოვთ? ისტორიის მიხედვით. თუ ოსმალური აღარ მახსოვს. მე მგონი არაბული კი. ხო. ამავე დროს სინაგოგა იყო თბილისში, სადაც იმ პერიოდის სინაგოგაში სხვანაირად ასწავლიდნენ. მაშინ ბიბლია სხვანაირი იყო კიდე. იმიტომ რომ ძალიან კარგად ჩანს 1919 წელს აიგზალა ენოქის წიგნი. ამოვარდა ბიბლიიდან. ესე იგი ბიბლიაში იყო ენოქის წიგნიც. ხა წარმოიდგინე იქვე არის ძალიან საინტერესო მომენტია ესაც. ფილონ ალექსანდრიელი გაგიგიათ ალბათ, ეს იყო პირველი საუკუნის ეგვიპტელი ფილოსოფოსი. მას აქვს 500 გვერდიანი წიგნი, რომელშიც იხილავს ბიბლიას. ძველ აღქმას, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეგ იყო ქრისტეს პერიოდში, ჩვენ წელთაღრიცხვამდე 20 წელში იყო დაბადებული. და გარდაიცვალა ჩვენი წელთაღრიცხვის 60 წელს. ხო. ისეთ თავებს იხილავს იქ დაშე, რომელიც თანამედროვე ბიბლიაში არ არის. არც თორაში, არც იმაში. რაღაცები ამოყრილია. ხო და მე მგონია, რომ დავით აღმაშენებელს ყველაფერი ამაზე წვდომა ჰქონდა. იმიტომ რომ ეს ჩანს ვეფხის ხაოსანშიც. რომ ყველაფერი ამაზე, რომელმაც შექმნა სამყარო, ყველაფერი აი გენიალურად არის პროსტა მოცემული. ეს არის ყოველები სერიოზულ დონეზე რო ავიღოთ, იქ ჩანს ისეთი წიგნის ცოდნა, როგორიც არის სეფერე ცირა. ანუ
შესაქმნის წიგნი, აბრაამის წიგნი, მეორენაირად. სადაც პრაქტიკულად ასოებზე და ბგერის ვიბრაციაზე საუბარი. ეს ჩანს იოანე ზოსიმიშიც. ამის ცოდნა ჩანს. ესე იგი იმ პერიოდში ეს ცოდნა იყო საქართველოში. აბა სამეურემი წიგნი საიდან იქნებოდა ერთი ჩვენ რომ დღეს ვკითხოთ 1-5-6 წიგნია ცნობილი იმ დროის. მეტი არ არის ცნობილი, ხო? დანარჩენი რა წიგნები იყო ის სამეურემი. ეხლა არ ამგონია რომ დავით აღმაშენებელს დრო დაეკარგა რაღაც სისულელეებზე, ხო? იმას სერიოზული ცოდნა ჰქონდა. აი ეს გარკვეული ფუნდამენტები საქართველოშივე იყო. თავისებული შესაყრელი იყო საქართველოს დასავლეთის და აღმოსავლეთის. და ყველა აქ იყრიდა თავს საქართველოში. თბილისში, მცხეთაში, რა ვიცი. არ დაგავიწყეთ რომ ამ დროს 2 აკადემია ჰქონდა საქართველოს. 2 აკადემია ერთი პატარა ქვეყნისთვის ძალიან ბევრია. თან მაშინ ამდენი ხო არ ვიყავით. თქვათ ამდენიც ვიყავით, რა მნიშვნელობა, მაინც ძალიან ბევრია. ეხლა რომ ყოველ ბუჩქისძირას უნივერსიტეტია გახსნილი, ესეთი ხო არ იყო, არა, ეს იყო რეალური აკადემია. გელათის აკადემია იყო, იყალთოს აკადემია. რომ ამას ხო ისე არ აკეთებდნენ, ამას გაუნათლებელი მეფე არ გააკეთებდა. და ვერც იმომს მოიგებდა ჩვეულებრივი მეფე. ამას სხვა ცნობიერება ჭირდებოდა და სხვა დონე. ვერც ესე გააერთიანებდა საქართველოსაც მან გააკეთა, ბოლოს შევიდა თბილისში, ხო? ჩვენ მე მგონი კიდე ისე არ აქვს დაფასებული როგორც ეკუთვნის. მე მაინც ყოველთვის ასე მგონია. პირველი პანჩური ქართველერს ამოარტყა დავით აღმაშენებელმა. და გაგვიქრია რა. შემდეგ შუაში დაეხმარა გიორგი ბრწყინვალე, იმანაც გამოგვიქნია. და ინერციით მოვდივართ დღემდე. საუბედუროდ.